მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, თქვენი მყოფებით არხზე, ახალი სიცოცხლე, ახალი დაბადება ტაროსთან ერთად. და დღეს ჩვენ გვაქვს ტრადიციული გაშლა, ყოველთვიური მარტისთვის პროგნოზი. დავიწყოთ სტიქიების მიხედვით. ნახოთ, როგორი იქნება სტიქიების მიხედვით თვის ზოგადი ტენდენციები და მეორე დასტით ამოვიღოთ რჩება. ზოგადი ტენდენციები მიწის სტიქიის წარმომადგენლებისთვის, ზოგადი ტენდენციები წყლის სტიქიის წარმომადგენლებისთვის, ზოგადი ტენდენციები ჰაერის სტიქიის წარმომადგენლებისთვის და ზოგადი ტენდენციები ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლებისთვის 2026 წლის მარტის თვე. ეხლა ვნახოთ რჩება 2026 წლის მარტის თვესთან დაკავშირებით, ასევე სტიქიების მიხედვით. აბა შევხედოთ. რჩევა 2026 წლის მარტზე მიწის სტიქიის წარმომადგენლებთან, რჩევა წყლის სტიქიის წარმომადგენლებთან, რჩევა ჰაერის სტიქიის წარმომადგენლებთან და რჩევა ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლებთან. დავიწყოთ. ნახოთ მიწასთან რა ხდება. ზოგადი ტენდენციები. მიწის სტიქიის წარმომადგენლებთან ზოგადი ტენდენციები არის კვერთხების რაინდი, რაც ნიშნავს რაღაცა ახალ ენერგიას, ახალ შემართებას, ახალ დასაწყისს. შეიძლება რაღაც ახალი იდეაც მოვიდეს აქ თქვენთან მიწის სტიქიის წარმომადგენლებამ. და ამის ძალაც გექნებათ პრინციპში, რომ ვთქვათ, სიმართლე, რომ ეს ჩანაფიქრები და იდეები სისრულეში მოიყვანოთ. უბრალოდ აქ არის რაღაცა ჯერჯერობით, რასაც აჩვენებს ცოტა მოუმწიფებელი სიტუაცია, უფრო მეტად, და ეს მოუმწიფებელი სიტუაცია შეიძლება გამოიხატებოდეს ან ცოდნის დეფიციტში, ან რაღაცა აჩქარებაში, რომ სწრაფად გინდოდეთ რაღაცა შედეგი მიიღოთ. ყოველ შემთხვევაში ტენდენციები ესეთი არის. რჩევა, ნახეთ, რჩევა არის თასების დედოფალი და თასების დედოფალი ზუსტად წონასწორობის დაცვისკენ მოგიწოდებთ. მოგიწოდებთ იმისკენ, რომ არ აჩქარდეთ, ეცადეთ, რომ შინაგანად მოძებნოთ ის საყრდენი, რაც თქვენს სიმშვიდეს განაპირობებს და ამ საყრდენს დაიყრდნოთ. არ გინდათ გარეთ რაღაცა ახალი წამოწყებების, ახალი იდეების, ახალი ჩანაფიქრების ძებნა იმისათვის, რომ თითქოს ეს სიმშვიდე შეინარჩუნოთ, ან თქვენი საჭიროება იგრძნოთ. თქვენ თავში ეცადეთ, რომ ენერგეტიკულად რესურსი დაზოგოთ და არ გასცეთ ზედმეტად არავისთან და არავისთვის არ დაიხარჯოთ, ასე რომ ვთქვათ, იყავით საკუთარ თავთან, ასე ჯობია მარტის თვეში. ნახოთ რა სიტუაცია არის წყლის სტიქიის წარმომადგენლებთან. წყლის სტიქიის წარმომადგენლებთან მოვიდა პენტაკლების მეფის ენერგია, რომელიც არაჩვეულებრივი ენერგიაა ამ შემთხვევაში. და აქ მიანიშნებს რაზე ეს ენერგია? ეს ენერგია მიანიშნებს რაღაცა ახალი ჩანაფიქრის წამოწყება შეიძლება იყოს აქ, რომელიც რაღაცა ფინანსებს შეიძლება უკავშირდებოდეს რაღაც უკაცრავად გრძელვადიან გეგმებს, შეიძლება იყოს სახლთან დაკავშირებული საკითხები, შეიძლება იყოს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები, შეიძლება იყოს ბიზნესის სტრატეგიასთან დაკავშირებული საკითხები, იმიტომ რომ ეს არის ძალიან სტრატეგიული ენერგია, რომელიც ან ჩანაფიქრებზე ორიენტირებულია. რჩევა აქ რაც არის, ანუ ის ნახეთ, ხუთიანი ხმლების ენერგია, რჩევის სახით მარტის თვეში, აქ თქვენ მოგდით ის, რომ ბევრი ფიქრი გაქვთ პრინციპში, მინდა ერთი არკანი დავამატო აქ.
10-იანი პენტაკლები, ერთი არკანი წყლის სტიქიასთან უეჭველი ეს არის, ჩემი მეგობრებო, ამ ბიზნეს იდეა, ან უძრავი ქონება. ორივე შეიძლება იყოს აქ. და რაღაცა ცოტა საფიქრალთან მიმართებაში აჩვენებს რჩევას. ხო, აი აქაც მეორე არკანზეც 9-იანი ხვლები მოვიდა. არ იჩქაროთ წყლის სტიქიის წარმომადგენლებმა გადაწყვეტილებების მიღება. ან შეიძლება რაღაცა ისეთი საკითხი იყოს, რაზეც აი ჭოჭმანობთ, ან შეიძლება სანერვიულო თემა შეგხვდეთ, რაღაცები კარგად შეაფასეთ და კარგად აწონდაწონეთ. მარტის თვეში. ვნახოთ ჰაერთან რა ხდება. ჰაერთან მოვიდა 7-იანი პენტაკლების ენერგია. 7-იანი პენტაკლების ენერგია ჰაერის სტიქიის წარმომადგენლებს მოცდის რეჟიმში ამყოფებს, რაღაცას ელოდებით შესაძლოა, რაღაცა გადაწყვეტილებებს, რაღაცაზე ვერ ყალიბდებით შესაძლოა ესეც იყოს, ან რაღაც კონკრეტულ შედეგს ან ქმედების მოლოდინში ხართ. ესეთია ზოგადი ენერგია. რჩევის სახით ჰაერის სტიქიის წარმომადგენლებთან მოვიდა ხმლების ტუზი. ხმლების ტუზი ეს არის საკმაოდ ცივი ენერგია, გონებით განსაზღვრული და გონებით მოქმედი ადამიანის ენერგია. ეს არ არის ემოციებს აყოლილი ადამიანის მდგომარეობა. ამიტომ ეცადეთ რჩევის სახით აქ არის ისეთი სიტუაცია, რომ აი რაღაც კონცენტრირებულად ერთ საკითხზე იფიქროთ. აქაც თუ დააკვირდებით არკანის ხო კაცი იდგას და კონცენტრირებულად დასცქერის იმ თავის ნაძვის ხელს, რომელსაც ასხია ეს მონეტები, ხო? აქაც რჩევის სახით ეს არის, რომ ნუ გადაერთვებით, გადმოერთვებით და რაღაც ბევრ სხვადასხვა რაღაცებს ნუ მიედმოედებით კონცენტრირებულად ერთი თემისკენ მიმართეთ თქვენი მთლიანი გონებრივი თუ მატერიალური რესურსი და ყველაფერი გამოვა. და ვნახოთ ცეცხლთან რა ხდება. ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლებისთვის მოვიდა განდეგილის ენერგია. განდეგილის ენერგია აქ ნაწილობრივ მიანიშნებს სულიერ ზრდაზეც, თუმცა ასევე მიანიშნებს ცოტა მძიმე სულიერ ემოციურ მდგომარეობაზე, კი ბატონო. 4-იანი ხვლები, ანუ მიანიშნებს სიტუაციაზე, როდესაც ადამიანები რაღაცა ტიპის გადაწყვეტილებას ელიან თითქოს და ეს გადაწყვეტილება მათზე არ არის დამოკიდებული, ანუ რაღაცნაირად აი დროის მოლოდინის რეჟიმში ყოფნა სგულისხმობს ეს ინტუიციურ დონეზე რაღაცეების შეგრძნებას და აღქმას, მაგრამ არა ფაქტებისა და კონკრეტული განმეორებების. თუმცა აქ გვეუბნებიან, რომ შედეგში და რეზულტატში ცუდი არ უნდა იყოს. აი ნახეთ 4-იანი ხვლები აქ რჩევის სახით. არის ის, რომ აქ არის განმარტოვების ენერგია სრულად ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლებთან. ანუ თითქოს რაღაცა თქვენ დაგჭირდებათ საკუთარ წიაღში ყოფნა იმისათვის, რომ შეძლოთ ძალების აღდგენა. იმისათვის, რომ ანუ უფრო მეტი შემართებით, უფრო მეტი ენთუზიაზმით დასახულ მიზნებთან მიმართებაში შეძლოთ და რაღაცა პერიოდის მერე დაიწყოთ ნელა, მაგრამ მაინც დაიწყოთ მოძრაობა. აი ამ შემთხვევაში თქვენ გჭირდებათ რაღაცნაირი შინაგანი რესურსის პოვნა და შინაგანი რესურსი პირველ რიგში იწყება რაღაცნაირი სულიერი სიმშვიდით. ძალიან კარგი იქნება თქვენ შემთხვევაში თუ შეძლებთ და მაგალითად ტაძარში წახვალთ, ილოცებთ, რაღაც ესეთ სულიერ პრაქტიკებს გააკეთებთ, ვისაც რისი გწამთ და ვისაც რისი გჯერათ, ხო? იმისათვის რომ რაღაცა სულმად ეს აფორიაქებული მდგომარეობა დაიმშვიდოს, დაიწყნაროს, ასე რომ ვთქვათ და იგრძნოთ, რომ მარტო არ ხართ, იმიტომ რომ აი აქ რაღაცა მარტოობის ენერგიას აჩვენებს ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლებთან მარტის თვეში. ესეთი იყო ჩემო ძვირფასებო ჩვენი მარტის თვის პროგნოზი. იმედი მაქვს, რომ მოგეწონათ და არ დაგავწყდეთ ვიდეოს გაზიარება და კომენტარება და შევხვდებით შეძლების დაგვარად უახლოეს მომავალში.